საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია ახორციელებს 2012 წლის განმავლობაში პროექტს, რომელიც გულისხმობს რეპრესირებული ოჯახების ისტორიების შეგროვებას, ინფორმაციის რაღაცნაირად ფორმის მიცემას ინფორმაციისთვის და შემდეგ უკვე გამოფენად ქცევას. ორგანიზაციამ ეს პროექტი განახორციელა გერმანული სახალხო უნივერსიტეტების ასოციაციის დაფინანსებით, გამოიცა წიგნი, შეგროვდა ზეპირი ისტორიები, გაკეთდა ფილმი ერთი რეპრესირებული ქალებიდან, რომელიც ისტორიაც არის გამოფენილი ზუსტად თელავის ახლოს მდებარე ერთ-ერთი სოფლიდან, რუისპირიდან. იყო ეს არის მაყაშვილების ოჯახი და მათი ისტორია. მოგონებები აქვს დედაჩემს დაწერილი ძალიან ბევრი, გამოქვეყნებული იყო ალმანახ ალაზანში, ეს მწერალთა კავშირის სადროშო იყო თელავში და ეს ორგანო ჰქონდა ალმანახი. იქ გამოქვეყნდა რამოდენიმე წერილი, საქართველოს ქალში, ლიტერატურულ საქართველოში რამდენიმე მოგონებაა. და ეს ყველაფერი ალბათ მივიდა ამის ავტორებთან. ულამდე და მოგვაკითხეს თვითონ და რაც მნიშვნელოვანი იყო და რამე ყველაფერი მოუყევით.